რომელმა ურთიერთობამ გასწავლა ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი და რა ისწავლე. ახლა გავიქცევი. კარგი გოგთაკეთე. ხო. არ ვიცი პრინციპში რა დონეზე შემიძლია ამაზე ვისაუბრო. თუმცა ჩემს ოთახში, ჩემს მაგიდაზე არის უამრავი ნივთი და ამ ნივთებს შორის არის ერთ-ერთი კედელზე გაგრული დაფა, სადაც ორი პატარა ჭიკარტით არის მისმული პატარა ფურცელი, სადაც მიწერია, რომ ჩემი სიყვარული ის 10 თეთრიანებია, რომელსაც შენი ლიფტისთვის ვაგროვებ და ახლა შემიძლია 78 ჯერ მოვიდე და ამდენჯერვე გავუბრუნდე უკან, ხო და ეს ყველაზე მთავარი რაღაცები და გაკვეთილი მასწავლა იმ ურთიერთობამ, სადაც ვიგზენი, რომ სიყვარული არ არის მარტო გმირობა და თავგანწირვა და მე-10 სართულიდან გადახტომა და გველეშაპის დამარცხება და ასე შემდეგ. არამედ სიყვარული არის, არ ვიცი, თუნდაც 10 თეთრიანების შეგროვება, თუნდაც ძალიან ბევრი სისულელის დამახსოვრება, რომელიც ერთმანეთზე შეიძლება იცოდეთ ან არც იცოდეთ. ძალიან პატარა დეტალებზე ზრუნვა. პირობითად იმის ხსოვნა, რომ რაღაცა ცხარე საჭმელები უყვარს. ან შემწვარი კარტოფილი უფრო ნაკლებად დამწვარი უყვარს, ვიდრე ძალიან დამწვარი. ან რა ვიცი, ავოკადო საერთოდაც ეზიზღება. ეგეთი რაღაცები და ის ურთიერთობა, რომელიც გასწავლის, რომ ეგ პატარა დეტალები არის მნიშვნელოვანი და არა ის, რომ ეხლა შენ უზარმაზარი ბეჭედი უნდა იყიდო და რაღაცა 2000 კაციანი ქორწილი მოაწყო, მეგრელებს გვყვარს 2000 კაციანი ქორწილი. მეც. და ხო. სიყვარული არის ეგ რა, პატარა ნაბიჯები. და მაგ ურთიერთობამ მასწავლა. კონკრეტულად რომელმა? ხო, ეგ წარსულში.